მოგესალმებით. ევროკავშირისა და ევროპის როგორც პოლიტიკური მოთამაშის დაღმასვლა ერთბაშად არ დაწყებულა. ის მოცემულობა, რაც დღეს არის შექმნილი, წლების განმავლობაში გატარებული პოლიტიკის შედეგია. დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები თანაბრად აღმოჩნდნენ Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მომართველობის სამიზნეში ამოღებული. დარტყმები კი სწორედ იქ მიმდინარეობს, რაზეც ევროპა იდგა და წესით უნდა იდგეს. ძლიერი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა, ტრადიციული ღირებულებები და ევროპული იდენტობა. ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს არალეგალური მიგრაციის, LGBT იდეოლოგიისა და ომის პოლიტიკის საშუალებით. საერთო ევროპული სურათიდან გამონაკლისს არ წარმოადგენს დიდი ბრიტანეთი. პირიქით, დიდი ბრიტანეთი არის იმ მოცემულობის სახე, სადამდე Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთების შესრულება მიიყვანა ქვეყანა. ბრიტანული მედიის ცნობით, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა შეამცირა სუბსიდიები იმ სტუდენტებისთვის, ვინც დიდ ბრიტანეთში აპირებდა სწავლას. მიზეზი კი ის გახდა, რომ ემირატებში ეშინიათ მათი მოქალაქეების რადიკალიზება ბრიტანეთის კამპუსებში არ მოხდეს. საუბარია ისეთ ორგანიზაციებზე, როგორიც არის მუსლიმური საძმო. მუსლიმური საძმო საზოგადოების ისლამური რელიგიური პრინციპების საფუძველზე მართვას უჭერს მხარს. მათ და მათნაირებს კი ემირატებში რადიკალურ ჯგუფებად მიიჩნევენ და იმასაც უჭერენ მხარს, რომ დასავლეთში ეს ორგანიზაცია ტერორისტულ ორგანიზაციად იქცეს. ემირატების მხრიდან საკუთარი მოქალაქეების დასვისა და მათი რადიკალიზების საფრთხე ყურადღების მიღმა არ დარჩენია შტატების ვიცე-პრეზიდენტს JD Vance. სპარსეთის ყურეში ჩვენი ზოგიერთი საუკეთესო მუსლიმი მოკავშირე ფიქრობს, რომ დასავლეთის გარკვეულ ნაწილებში ისლამისტური ინდოქტრინაცია ძალიან საშიშია. დაწერა Vance-მა X-ზე. ანუ გამოდის, რომ ისლამური ქვეყნიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან დიდ ბრიტანეთში ტრადიციულად ქრისტიანულ ქვეყანაში სტუდენტების გაშვების ეშინიათ. და ეშინიათ იმის გამო, რომ იქ უნივერსიტეტების საერთო საცხოვრებლებში მათი რადიკალურ ისლამზე გადაყვანა და რადიკალიზება შეიძლება მოხდეს. ეს მოცემულობა კომიკურიც არის და ტრაგიკულიც. შევხედოთ არალეგალური მიგრაციის შედეგებს. 2025 წელს ლა-მანშის სრუტე პატარა გასაბერი ნავებით დაახლოებით 41,500 მიგრანტმა გადაკვეთა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე თითქმის 5,000-ით მეტია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2024 წელს ეს მაჩვენებელი 36,500-ზე მეტი იყო, რაც 2025 წლის მაჩვენებელზე 13%-ით ნაკლებია. 2025 წლის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 2022 წლის შემდეგ, როდესაც საზღვარი თითქმის 46,000 მიგრანტმა გადაკვეთა. ასეთი ვითარების შესახებ დიდ ბრიტანეთში უკვე დიდი ხანია საუბრობენ ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან ნაიჯელ ფარაჟი და მისი პარტიის წევრები. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნაიჯელ ფარაჟის პარტიას ახლა ყველაზე მეტი რეიტინგი აქვს და 29%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ მეინსტრიმული პოლიტიკის კრიტიკა დაიწყო დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლის ტრასმაც. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ, როგორ შეცვალა Deep State-ის პოლიტიკის გატარებამ დიდი ბრიტანეთის შიდა პოლიტიკური და დემოგრაფიული სურათი. 70,000-ზე მეტი გაუპატიურებული ადამიანი ერთი წლის განმავლობაში. 200,000-მდე მოპარული ტელეფონი იმავე პერიოდში. გეომეტრიული პროგრესიით ზრდადი ძალადობა და რაც მთავარია, 1930-იანი წლების შემდეგ პირველად ჩამოშლის პირას მოყოფი ორპარტიული საპარლამენტო სისტემა. აბა დაფიქრდით, რა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს საერთო. დანაშაულის უსწრაფეს ბუმს და მმართველი პოლიტიკური ელიტების მორალურ გაკოტრებას შორის პირდაპირ პროპორციული კავშირია. 1930-იანი წლების შემდეგ პირველად ინგლისის ისტორიაში საპარლამენტო არჩევნებში შეიძლება ახლად შექმნილმა კონსერვატიულმა რეფორმის პარტიამ გაიმარჯვოს. ამას კი პირველ რიგში ამ პარტიის ანტიმიგრაციული პოლიტიკა განაპირობებს. ის რომ ინგლისში დანაშაულის რეკორდული ზრდაა და მოსახლეობას რადიკალური განწყობები შეენიშნება, ლეიბორისტების და კონსერვატორების ტრადიციული პარტიები წარსულს გაატანოს და ნაიჯელ ფარაჯს და მის პარტიას ქვეყნის მართვის მანდატი მიანიჭოს, პირველ რიგში ინგლისში უკონტროლო მიგრაციის შედეგებითა და რადიკალური ისლამის გავრცელების საგანგაშო მდგომარეობით შეიძლება აიხსნას. ეს ლონდონია.
აქ ჩანს თუ რამდენი მეჩეთია გარშემო. ამ ნიშნებს ხედავთ, როდესაც მატარებლიდან გადმოდიხართ. ასე გამოიყურება სარეკლამო პოსტერები. ეს სკოლიდან გამოსული ბავშვები არიან. ეს პოლიტიკური კანდიდატების რეკლამაა. ასე გამოიყურება ადგილობრივი სუპერმარკეტი. დიდმა ბრიტანეთმა თავისი სახე დაკარგა და ამას ისლამიზაციას უნდა უმადლოდეს. ახლა კი ლონდონის ერთ-ერთ უბანში გადავინაცვლოთ, Tower Hamlets-ში, სადაც მუსლიმები უკვე უმრავლესობაში არიან. აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე უბანში თეთრკანიანი ბრიტანელები უმცირესობაში იმყოფებიან და იქ ისეთი გარემოა, რომ თავი ისლამურ ქვეყანაში გეგონებათ. ასეთი კადრები Tower Hamlets-ში საკმაოდ ხშირად შეგიძლიათ იხილოთ. ყველაზე ცუდი კი ამ ყველაფერში ისაა, რომ ადგილობრივი მუსლიმები რელიგიურ ფუნდამენტალიზმს იზიარებენ და იქ მოხვედრილ სხვა ადამიანებს შენიშვნებს აძლევენ და მიუთითებენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ და რა უნდა ჩაიცვან. ეს მუსლიმების არეა. ალკოჰოლი ცუდია. შენ არ უნდა გეცვას ასე მუსლიმების რაიონში. ტერმინ ისლამიზაციაში ჩვენ გულისხმობთ რადიკალური განწყობების, რელიგიური ფუნდამენტალიზმის და შარიათის კანონის მხარდამჭერთა ზრდას ინგლისში მცხოვრებ მუსლიმებში. თვითონ მუსლიმების რაოდენობაც ბრიტანეთში უსწრაფესი ტემპით იზრდება. ამას ემატება არალეგალი მიგრანტების მოზღვავება ქვეყანაში ბევრი ისლამური ქვეყნიდან. და შედეგიც სახეზეა. პარლამენტარიზმის სამშობლოში ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა ატრიბუტები შეიძლება წარსულში დარჩეს. არა გაბორიცხული რომ ძველი დიდება ბრიტანელებს მხოლოდ მოგონებების სახით შემორჩეთ და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ისინი უმცირესობაში აღმოჩნდნენ. ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს ბრიტანეთში ხელოვნურად შექმნილ კანონებს აღმოვხვრით. მომავალ თაობებში წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველება აღსრულდება. მთელი მსოფლიო ერთ დღეს მუსლიმების მმართველობის ქვეშ მოექცევა. და ეს ვიღაც ერთეული მუსლიმების პოზიცია არ გეგონოთ. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი იქბალ მუჰამედი მიიჩნევს, რომ ბიძაშვილ მამიდაშვილებს შორის ქორწინება დაშვებული უნდა იყოს და უახლოეს ნათესავებს შორის ქორწინების აკრძალვას რასიზმის გამოხატულებად მიიჩნევს. ისლამიზმმა, როგორც პოლიტიკურმა დოქტრინამ უკვე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში შეაღწია. ფაქტია, რომ სექსუალური თავდასხმების 40% ბოლო 5 წლის მანძილზე უცხოელების მიერ იყო ჩადენილი. იცით, ჩვენ უნდა ვაღიაროთ რაღაც. არიან ადამიანები, რომლებიც სხვა კულტურის წარმომადგენლები არიან და საშიშროებას წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს საკმაოდ მარტივია. დღესდღეობით ისლამი მეორე ყველაზე დიდი რელიგიური ჯგუფია ინგლისში. ქვეყანაში 4 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს, მაგრამ პრობლემა რელიგიაში კი არაა, არამედ რადიკალურ ისლამში, შარიათის კანონში და ჯიჰადიზმში. ერთი თავზარდამცემი სტატისტიკის თანახმად, რომელიც ბევრჯერაა გადამოწმებული და ეჭვის შეტანის საფუძველს არ იძლევა, ბრიტანელი მუსლიმებიდან უფრო მეც ისლამური სახელმწიფოსთვის უბრძოლია, ვიდრე იმ ქვეყნისთვის, რომლის მოქალაქეებიც არიან. ანუ ბრიტანელი მუსლიმები ტერორისტული ორგანიზაციისთვის უფრო ხშირად იბრძვიან, ვიდრე ინგლისის შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ. დიდ ბრიტანეთში ჩასული მუსლიმი მიგრანტების სოლიდური ნაწილი, ასიმილაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის მაგივრად, საკუთარი ზნეჩვეულებების და ცხოვრების წესის გადატანას ცდილობს ბრიტანულ ქალაქებში. ეს საზოგადოებრივი სტრუქტურა სulis და ბრიტანეთის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუ აქ არ მოგწონთ, თქვენს ქვეყანაში წადით. რატომ უნდა გავაკეთოთ ეს, როდესაც ჩვენი წინაპრები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ ქვეყნის აღდგენაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ? ჩვენი ბაბუები 20 საათის განმავლობაში ქარხნებში მუშაობდნენ. ზუსტად ჩვენმა ჩამოსულმა წინაპრებმა აქ შექმნეს ინფრასტრუქტურა. შემოიტანეს მშვენიერი კერძი ქარი, რომელიც ეროვნული გახდა. მაშ როგორ შეგიძლიათ გითხრათ, რომ წავიდეთ? ჩვენ არსად მივდივართ. ჩვენ აქ დავრჩებით. ჩვენ აქ ვართ არა მონაწილეებად, არამედ ძალაუფლების ხელში ასაღებად. როგორც ხედავთ, ბრიტანელ მუსლიმებში აგრესიული განწყობების და რევანშიზმის სიჭარბე შეინიშნება. ეს კი თავის მხრივ სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს ხდის. ინგლისის დიდი ქალაქების მერები მუსლიმები არიან. შეიძლება ისინი პირდაპირ არ უჭერენ მხარს რადიკალურ ისლამს და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ისინი არალეგალი მიგრანტების და მუსლიმი ლტოლვილების მიმართ სიმპათიით იქნებიან განწყობილნი. ლონდონის მერი მუსლიმია, ბირმინგემის მერი მუსლიმია, ლიდსის მერი მუსლიმია, ბლექბერნის მერი მუსლიმია, შეფილდის მერი მუსლიმია, ოქსფორდის მერი მუსლიმია, ლუტონის მერი მუსლიმია. დღესდღეობით ინგლისში 3000-ზე მეტი მეჩეთია. ბოლო პერიოდში მოხშირდა შემთხვევები, როდესაც ძველი ეკლესიების და ისტორიული შენობების ადგილას მეჩეთებს ხსნიან.
ასეთია ბრიტანელების აწმყო. ქვეყანამ ძველი დიდება დაკარგა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყანას დაემსგავსა. მაგრამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ბევრად უფრო უსაფრთხოები არიან დიდ ბრიტანეთთან შედარებით. ახლო აღმოსავლეთში, სადაც ისლამი ტრადიციული რელიგია იყო და არის საუკუნეების განმავლობაში, თვლიან, რომ ბრიტანეთში რადიკალურმა ისლამმა სახიფათო ტენდენციები შეიძინა. მუსლიმთა საძმოს და სხვა რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციების გამო არაბთა გაერთიანებული საამიროები მაგალითად სახელმწიფო დაფინანსებას აუქმებს საკუთარი სტუდენტებისთვის დიდ ბრიტანეთში. რადგანაც მათი აზრით ისლამისტური ჯგუფები მათი ახალგაზრდებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. ეს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიდი ვენსმაც აღნიშნა. სპარსეთის ყურეში ზოგიერთი ჩვენი საუკეთესო მუსლიმი მოკავშირეები თვლიან, რომ დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ისლამური ინდოქტრინაცია ძალიან სახიფათოა. ტელეგრაფის პროგნოზის თანახმად, თეთრკანიანი ბრიტანელები 40 წელში საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში იქნებიან. ეს ნამდვილად ამაფიქრებელია ბრიტანელებისთვის, რადგანაც მათ სიტუაციის განვითარების მსგავსი სცენარი ნამდვილად არ აურჩევიათ. ბრიტანულ ტრაგედიას ის მომენტი ამძაფრებს, რომ ქვეყნის მოსახლეობამ 2016 წელს საყოველთაო რეფერენდუმზე დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აირჩია. ქვეყნის ევროკავშირიდან გამოყოფას დაუჭირა მხარი, რადგანაც ბრიუსელის დიქტატი მობეზრდათ. ბრექსიტის მხარდამჭერებს ეკონომიკური სუვერენიტეტის და ბრიუსელის დირექტივებზე უარის თქმის გარდა, ასევე სურდათ, რომ მათ ქვეყანაში არალეგალური მიგრაცია შეწყვეტილიყო. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ მოისურვეს ინგლისის მოქალაქეებმა ევროკავშირის დატოვება. მაგრამ 2019 წლის შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად დატოვა ევროკავშირი, უკონტროლო მიგრაცია დიდ ბრიტანეთში არ შეწყვეტილა. პირიქით, საგანგაშო მასშტაბები მიიღო. მცირე ზომის გასაბერი ნავებით ბრიტანეთის ნაპირებს ყოველდღიურად ათასობით არალეგალი მიგრანტი აწყდება. ლა-მანშის სრუტის გადაკვეთას ყოველდღიურად უამრავი მიგრანტი ახერხებს. ყოველგვარი საბუთების გარეშე ეს ხალხი დიდი ქალაქებისკენ მიემართება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად ამ მცირე ნავებით მხოლოდ 2025 წელს ბრიტანეთში 50,000-მდე უკანონო მიგრანტმა შეაღწია. ეს კი იწვევს იმ განუკითხაობას და მოთარეშე კრიმინალური ბანდების აღზევებას, რაც ლონდონში ხდება. ლონდონის პოლიცია ქურდობის, ძარცვის და ყაჩაღობის შემთხვევებს ვეღარ აუდის. თქვენ თუ ლონდონის ცენტრში გაურკვეველი წარმოშობის მიგრანტი მობილურ ტელეფონს მოგბარავთ, ადგილობრივი პოლიცია განცხადებასაც კი არ მიიღებს, რადგანაც ასეთი შემთხვევები ყოველდღე ასობით ფიქსირდება. ლონდონის ცენტრში მოპედებით და ელექტროველოსიპედებით აღჭურვილი კრიმინალების მთელი ბანდები დასეირნობს. ეს კი უკვე ბევრი დოკუმენტური ფილმის განხილვის საგანის გამხდარა, მაგრამ უშედეგოდ. ბრიტანული პოლიცია აბსოლუტურად უძღვრია ამ პრობლემის წინაშე. სამაგიეროდ ისინი მსოფლიო ჩემპიონები არიან საკუთარი თანამოქალაქეების დაპატიმრებით სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარების გამო. არალეგალი მიგრანტების წარმოშობის ქვეყნებს თუ გადავხედავთ, ავღანეთი, ერიტრეა, ირანი, სუდანი, სირია. აღმოვაჩენთ, რომ ეს მუსლიმური ქვეყნები არიან. გამოდის, რომ უკონტროლო მიგრაცია ბრიტანეთის ისლამიზაციას კიდევ უფრო აჩქარებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ზედიზედ მუჰამედი ინგლისში დაბადებული ბიჭების ყველაზე პოპულარული სახელია. ამ გრაფიკზე ჩვენ შეგვიძლია თვალი გადავავლოთ, თუ როგორ იცვლებოდა ბიჭების სახელების პოპულარობა 1996-2024 წლებში. წლების განმავლობაში ჯეკს, ჯოშუას, ტომას, ოლივერს ყველაზე ხშირად არქმევდნენ ბიჭებს, მაგრამ ამიერიდან ყველაზე გავრცელებული სახელი ჩვილ ბიჭებს შორის მუჰამედია. ეს ბორნმუთია, ბრიტანული ზღვისპირა კურორტი. ასე გამოიყურებოდა ეს ქალაქი 1980-იან წლებში, როდესაც დასვენების მსურველებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ასე გამოიყურება ბორნმუთი ამჟამად. ცვლილება ყოველთვის აშკარაა. ეს შეიძლება მთლიანად ინგლისის სამომავლო პერსპექტივა აღმოჩნდეს და არაერთი ქალაქის სახეცვლილება. ყველაზე მძიმე რაც ბრიტანეთის ისლამიზაციას მოაქვს, ეს დანაშაულის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ზრდაა. ამ კორელაციის დამალვას ბრიტანეთში ისევე როგორც დანარჩენ ევროპაში მაქსიმალურად ცდილობდნენ, მაგრამ ადრე თუ გვიან სიმართლე ყოველთვის ირკვევა. მხოლოდ 2024 წელს, ერთი კალენდარული წლის მანძილზე, დიდ ბრიტანეთში 71,000 გაუპატიურების შემთხვევა დაფიქსირდა. 71,000. 2013 წლის შემდეგ გაუპატიურების მაჩვენებელი დიდ ბრიტანეთში 438%-აა გაზრდილი. ძნელი მისახვედრი ალბათ არაა, თუ რამ გამოიწვია ინგლისში ქალების წინააღმდეგ დანაშაულის რეკორდული ზრდა. რა თქმა უნდა, გლობალური deep state-ის დამანგრეველმა მიგრაციულმა პოლიტიკამ და არალეგალი მიგრანტების მოზღვავებულმა მასამ. ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. ბოლო 10 წელია ვცხოვრობ ლონდონში. მიცხოვრია არაერთ სხვა ქვეყანაშიც. ასე დაუცველად თავი არასდროს მიგურძვი.
მგრძნია, როცა ქუჩაში დავდივარ ვგრძნობ მზარდ შევიწროებას და სიტყვიერ შეძახილებს თითქოს ვიღაც გოგო ვიყო საღამოს 6-ის შემდეგ მაროკოში. და ეს თვალსაჩინოდ არ ხდება იმ ხალხის მხრიდან, ვინც აქ დაიბადა და გაიზარდა. ბრიტანელმა დოკუმენტალისტმა ქალბატონმა ბევრი იწვალა ამ ინფორმაციისთვის რომ მიეგნო და ჩვენი, ისევე როგორც ყველა საღად მოაზროვნე ევროპელის გონივრული ეჭვი რომ დაედასტურებინა, რომ ასეთ დანაშაულებს მეტწილად სხვა ქვეყნის მოქალაქეები, განსაკუთრებით კი მიგრანტების ჩადიან. დიდ ბრიტანეთში გამაუპატიურებლების დიდი ნაწილი ლტოლვილებზე მოდის. ყველაზე ხშირად კი ალბანელი, ავღანელი, ერაყელი და ალჟირელი მამაკაცები ძალადობენ ქალებზე. ანუ ამ შემთხვევაშიც გამოკვეთილად ისლამური ქვეყნების წარმომადგენლები არიან მოძალადეები. იმის ალბათობა რომ უცხოელი გააუპატიურებს ვინმეს დიდ ბრიტანეთში, სამჯერ მეტია ვიდრე იმისა რომ ამას ადგილობრივი იზამს. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლის ტრასმა Deep State-ს დასდო ბრალი საკუთარ ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებისთვის. We've been importing Islamists. ჩვენ საზოგადოებას თავზე ვახვევთ ისლამისტებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის განადგურება სურთ. მათ მიზანშია შარიათის კანონის დაწესებიდან დაწყებული ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებით დამთავრებული. პაკისტანელი კრიმინალების ბანდები 10 წლეულების განმავლობაში სჩადიან აღუწერელ სექსუალურ დანაშაულებს ახალგაზრდა გოგონების წინააღმდეგ. ეს დანაშაულები ხელისუფლებამ დაფარა. ჩვენ გვყავს ისლამისტი პარლამენტის წევრები, თემთა პალატაში, რომლებიც მხარს უჭერენ ბიძაშვილურ ქორწინებას და ყველანაირ ბარბაროსულ პრაქტიკას. ადამიანის უფლებების კანონმდებლობის ქსელისა და ჩვენი სასამართლო სისტემის ძირგამომთხრელი ქმედებების წყალობით არავის დეპორტაცია არ შეიძლება. ეს ხდება დიდ ბრიტანეთში, საკუთარი კონსერვატიული ტრადიციებით და მდიდარი ისტორიული გამოცდილების მქონე ქვეყანაში. ბრიტანეთის მაგალითი კარგად ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს საზოგადოება უარესობისკენ, Deep State-ის მიერ გარედან თავს მოხვეული მიგრაციული პოლიტიკით და ისლამიზაციის დოქტრინით. ამიტომაც ნებისმიერ ის მთავრობა, ვინც Deep State-ის მიგრაციულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება და ეროვნული ინტერესებით აპელიდებს, გლობალისტური სტრუქტურების სამიზნეში ხდება. დიდი ბრიტანეთი კიდევ ერთი მაგალითის გამო არის ტრაგიკომიკურ მდგომარეობაში. რამდენიმე კვირის წინ ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს ჰოლანდიელ მემარჯვენე ბლოგერს ევა ვლაარდინგერბრუკს. ეს ქმედება ბრიტანეთში იმით ახსნეს, რომ ევას ქვეყანაში ყოფნა საზოგადოებისთვის უარყოფითი იქნებოდა. არადა ევა საუბრობს ისეთ მარტივ მოსემულობაზე, როგორიც არის, რომ ევროპაში თეთრკანიანი ქრისტიანი მოსახლეობა საკუთარ კონტინენტზე მალე უმცირესობაში აღმოჩნდება და აკრიტიკებს ბრიუსელის ბიუროკრატიის ანტიევროპულ პოლიტიკას. ეტყობა დიდი ბრიტანეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ევა და მისნაირები წარმოადგენენ საფრთხეს საზოგადოებისთვის, მაგრამ გასაბერი ნავებით შესული მიგრანტები საზოგადოებას კეთილდღეობას მოუტანენ. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ, კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.